გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გაგაცნოთ Excel-ის ერთი უჯრედან დიდი ფორმულების გადმოღრის რეჟიმი, ეგრეთ წოდებული spill რეჟიმი. დაამატეს თუ არ ვცდები 2016 წლის Excel-ის ვერსიიდან. და ეს რეჟიმის შესაძლებლობას ხდის, რომ დინამიური ცხრილები შევქმნათ და ეს ფორმულები ჩვენი თვალით დავინახოთ, როგორ მუშაობს. რა იგულისხმება ახლა ამ spill რეჟიმში? აქ რო შევხედოთ მაგალითად, რო ჩამოვწეროთ რამოდენიმე რიცხვი, ხო? ანუ მოდი ჩვენი მეგობარი rand between it. ჩამოვწეროთ რამოდენიმე შემთხვევითი რიცხვი. და ახლა ნახეთ, ნებისმიერი ფორმულა მუშაობს როგორი პრინციპით, ხო? მე მინდა, რომ აი ეს 41 გავამრავლო 10-ზე. ხო, უბრალოდ მოვნიშნე 41 უჯრედს გავამრავლებ 10-ზე. არაფერი უცნაური აქ არ არის. ვაჭერ Enter-ს, მიიღებს Excel-ი 410. მაგრამ მე ერთი უჯრის მაგივრად აქ შემიძლია მივუთითო მთელი ცხრილი, აი მთელი ეს ერთობლიობა. და მაშინ როცა ძველი Excel-ი ასეთი მითითების დროს უბრალოდ თავის გასწრილ უჯრას აიღებდა და სხვა დანარჩენ უჯრებს უგულებელყოფდა, ახალი Excel-ი ეს ვერსია ამ ამოცანას როგორ ამოხსნის? ის ელოდება ესეთ რაღაცას. Excel-ი ფორმულაში ელოდება ერთ მნიშვნელობას. ანუ ნებისმიერ განტოლებაში ხო ბევრ რაღაცას 10-ზე ვერ გაამრავლებ, ხო? ეს რაღაცა უნდა გაამრავლოს 10-ზე, ამიტომ აქ ელოდება ერთ მნიშვნელობას. მაგრამ მე აქ ვცდილობ ჩავტენო მთელი ცხრილი. და შესაბამისად Excel-ი ამ კალკულაციას გააკეთებს და შედეგი გამოდის არა ერთ მნიშვნელობა, არამედ ისევ მნიშვნელობათა ცხრილი. და ეს მნიშვნელობა, ეს პასუხი ერთ უჯრაში რადგანაც არ ჩაეტევა, ის გადმოიღვრება და გადმოდის აქეთ ქვედა უჯრებზე. აი ამ განტოლებას რო დავაჭირო ახლა Enter-ს. გარდა 410-ისა 14-ის გამრავლდა 10-ზე, 14, 92-იც, აი ყველა ეს უჯრა გამრავლდა 10-ზე. და ამ უჯრაზე როცა ვდგები, ნახეთ, მთელ აი ამ წარმოქმნილ ცხრილს გარშემო ეს პატარა ლურჯი ფერის კანტი ესე ჩარჩო უჩნდება თავისი ჩრდილით. ამას როცა ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ მიერ აქ დანახული ისა ცხრილი არის გადმოღრილი ამ უჯრიდან. ეს ცხრილი რა ფორმითაც არ იყოს, ყოველთვის გადმოიღვრება ზედა მარცხენა უჯრიდან. რას ნიშნავს ეს? ამ უჯრაში წერია ფორმულა და დანარჩენებში უჯრაში შიგნით არაფერი არ წერია, მაგრამ თუ შეხედოთ ახლა ფორმულა ბარს, წამივაზმოთ. 410-ზე რო ვდგებით, ფორმულა ბარში ჩვეულებრივად წერია მნიშვნელობა, მაგრამ დანარჩენ უჯრებზე რო გადმოვალთ, იგივე ფორმულა წერია, მაგრამ ნაცრისფრად. ხო? 410 დანარჩენები. პირველი უჯრა, დანარჩენები. ხო ხედავს ხაობას? ეს რას ნიშნავს, რომ ამ უჯრაში 820 აქ წერია. ნებისმიერი სხვა ფორმულა ამ უჯრას გამოიყენებს, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს, ანუ ეს რომ დავამატოთ 1 ან რაღაცა. ხო? იმუშავებს. ხო, ჩვეულებრივად აქედან მოდის, ანუ ეს უჯრა მუშაობს, უბრალოდ ამ უჯრის წყარო წარმოქმნილი არის აი ამ უჯრას ჩაწერილი ფორმულიდან. ეს ქმნის რამოდენიმე შესაძლებლობას. ჯერ ერთი ეს ცხრილი მე რაც შექმნილი მაქვს, მე შევქმენი ერთი ფორმულის დაწერით. ხო? არ მომიწია ფიქრი დაფიქსირებებზე, არ მომიწია ფიქრი შეიძლება თვითონ ფორმულა ცოტა რთულად იყო ასაწყობი, ძალიან ბევრ რაღაცას ეს ამარტივებს. მეორე, ეს ფორმულა ცოცხალია. ხო, ანუ ჩვეულებრივ გამრავლება არის 10-ზე, ანუ ეს 14 ახლა რო გადავაკეთოთ 17-ად, ეს გადაკეთდება ფორმულა. და მესამე, ნებისმიერი სხვა ფორმულა ამ მარტკუთხედს აღიქოს განსაკუთრებული მონიშნით, ნახეთ. F3, ეს უჯრა, უბრალოდ F3 წერია.
F3-დან F4-ის ჩათვლით, ჩვეულებრივი მისამართი იწერება. Როგორც კი მე მოვნიშნავ აი ამ მთელ ჩარჩოს, ნახეთ რა ხდება F3 და დიეზი. სპილთან ერთად აი ესეთი სახის მონიშნვა დაემატება. F3 და დიეზი ნიშნავს F3 უჯრიდან გადმოღრილ მთელ ცხრილს. და ამას ამ მონიშნას რადგანაც ბოლო არ აქვს, ეს ჩემი ფორმულა ხდება დინამიური. ამ უჯრიდან, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ამ უჯრიდან ცხრილი რო გადმოიღრება, თუ ზომაში შეიცვლება რაღაცა სხვა გადაკეთდება, ეს უჯრაც ავტომატურად შეიცვლება და სხვა მონაცემებს მიიღებს და იმ სხვა მონაცემებზე აეწყობა. ნუ ამის ერთი მაგალითი რაც შეგვიძლია უცებ დავინახოთ. არის ასეთი ფუნქცია. Excel-ში ის რიცხვების ფუნქცია, ქვია ამას sequence. ხო, თანმიმდევრობა. Sequence ფუნქცია, ანუ არითმეტიკული პროგრესიის ფუნქცია არის. ამის გამოყენებაზე ახლა ბევრ დროს არ დავხარჯავთ, უცებ გაჩვენებთ, რომ მაგალითად sequence-ში რო დავწერო მარტო ერთი ხუთიანი რო ჩავწერო, ხო, რთულ გამოყენებას ახლა არ სწავლობთ. უბრალოდ ხუთიანი რო ჩავწერო. sequence მიიღებს, აჰა, 5-ის ჩათვლით უნდა 1-დან ჩამონათვალი. და sequence პასუხად მომცემს 1 2 3 4 5, 5 მნიშვნელობა ერთ უჯრაში არ ეტევა, გადმოიღვარა და წამოვიდა აქეთ. და დავუშვათ. ამ უჯრაში მე მინდა გავაკეთო, ნუ აი რამე განტოლება დავუშვათ, ხო? მაგალითად მე თუ მინდა გავაკეთო ესეთი რაღაცა x კვადრატული განტოლება ან წრფივი განტოლება კვადრატული იყოს. ეს კვადრატში მინუს 12 ჯერ ეს და დამატებული 14. ხო, დავუშვათ. ეს ფორმულა კვადრატული განტოლებისაა, ხო? ერთ უჯრაზე ვრცელდება და ერთ უჯრიდან, ნუ ამ შემთხვევაში 3 გამოვა, მაგრამ აი ამ ფორმულაში მე თუ მოვნიშნავ აი ასე დიეზით. ამის ხელი დაწერაც შეიძლება. ან თქვენ ხელით დიეზი shift-ს და 3-იანს რო დააჭერთ, ანუ იგივე ჰეშტეგი, ეს მონიშნა შეგიძლიათ გააკეთოთ. ან თუ ძალიან დიდი ცხრილი გაქვთ, ხო, გადმოღრილი არ არის აუცილებელი მთლიანად მონიშნოთ. ზედა მარცხენა უჯრა და მერე დიეზი. და ამ ფორმულაში ამ ცხრილიდან ყოველი შექმნილი მნიშვნელობა წავა და ასე გადმოიხრება ესეთი ცხრილიც. ახლა ეს ორი სია ერთმანეთთან დაკავშირებულია და მე შემიძლია დავუშვათ sequence-ში, იცი რა? აბა 10-ის ჩათვლით ჩამომიწერე, მარტო ამ უჯრის ფორმულას ვცვლი. მაგრამ ეს თავისით ჩამოიღვარა. ხო, ანუ ახლა ორი დინამიური ცხრილი მაქვს, ხო? ანუ ეს რის მიხედვითაც შეიცვლება, აქაც შესაბამისი მნიშვნელობა იქნება. ნუ გრძელადიანში ახლა ამ მექანიზმით შეიძლება მაგალითად დიდი ცხრილების აწყობა, ფინანსური ცხრილების აწყობა, სესხის ამორტიზაციის ცხრილის აწყობა შეიძლება ამ პრინციპით დინამიურის ძალიან საინტერესო რაღაცების კეთება შეიძლება. მაგრამ ცოტა ხანი მინდა გავამახვილოთ ყურადღება რაზე? აი ამის დანახვაზე. იმიტომ რომ მინდა გასწავლოთ array-ების ან ცხრილების ნოტაცია ბარემაქაც ჩავსვათ, ხო, მაინც ზედმეტად მოკლე რო არ გამოგვივიდეს ვიდეო ახლა. მე მოკლე ვიდეო გავაკეთო? აი ასეთი რაღაცა წარმოიდგინეთ. ჯერ მინდა უბრალოდ გაგაცნოთ ეგ array, ხო? ცხრილი. იგივე მოდი ეს 51-დან 82-მდე. აი ეს 4 მნიშვნელობა აქეთ რო გადმოვიტანოთ. და ცოტა ხანი შევხედოთ აი ამ ფორმულას. ეს ფორმულა რას აკეთებს? ეს მარტკუთხედი, ახლა უბრალოდ ეს ფორმულა რას აკეთებს? ამ მთელ მარტკუთხედს წამოიღებს, იმავე მნიშვნელობას გადმოიტანს აქ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ანუ ახლა მე რო ეს მნიშვნელობები გადმოვიტანე აქეთ, ხო, მე ცალკე მაქვს ახლა ეს უჯრები მაქვს დაკავებული და დავუშვათ მე ეს რიცხვები უბრალოდ შევქმენი დროებით, რომ ეს რაღაცა დიდი დინამიური ცხრილი გამეკეთებინა. თქვენ შეგიძლიათ
აი ეს მისამართი მონიშნოთ და აი როგორც ხედავთ ზემოთ პატარა სპოილერი არის. ფორმულაში ზოგადად რამეს როცა მონიშნავთ, ხო? Excel-ი აქეთ პატარა მართკუთხედში ამოაგდებს იმ მონიშნის ამჟამინდელ მნიშვნელობას უცებ დაითვლის. მაგრამ ჩვენ გვინდა აქ ავკრიფოთ კლავიატურაზე F9. დავაჭიროთ პროცენტ F9 ღილაკს. ეს გეცნობათ როგორც Excel-ის დარეფრეშების ღილაკი, მაგრამ ამ F9-ს თვითონ ფორმულაში აქვს ასეთი უნარი. რომ მაგალითად F9-ით შეგიძლიათ ან ერთი უჯრა, ან რამე სრული დავალება. ხო, ანუ მოდი ფჩხილები, გავამრავლოთ 2-ზე, ხო? თქვენ შეგიძლიათ მაგალითად აი ეს სრული დავალება მონიშნოთ, დააჭიროთ კლავიატურაზე F9-ს და Excel-ი რაც მონიშნეთ, იმის მნიშვნელობას დაგიწერთ აქ. აი კლავიატურაზე F9-ს ვაჭერ. და ანუ 41 + 10 მქონდა და 51-ად გადააკეთე. აბა ეს როგორია? F9 100-ზე გადააკეთე. ხო? ანუ calculate now დავალება არის, რა აი ეს დამითვალე და ყველაფერი დანარჩენი უგულებელ ყავი თქო. ანუ ასე შეგიძლიათ მაგალითად დროებით გადაამოწმოთ სწორი მნიშვნელობა გამოდის თუ არა. ბარემ ამაზე ყურადღება მიაქციეთ, რომ Ctrl-Z, ანუ undo აუქმებს მხოლოდ ერთ ნაბიჯს. აი როგორც ხედავთ 51-მდე სანამ გადავაქცევდი ამ ფორმულას, იმაზე ვერ ბრუნდები, წინ და უკან დავხვდივარ. ხო? ამიტომ სამწუხაროდ ყურადღებით იყავით. თუ უცებ რაღაცა შეცვალეთ ფორმულაში და გინდათ უკან წაიღოთ, Enter-ზე დაჭერის გარეშე დააჭერთ Escape-ს და Escape-ი უკან დააბრუნებს. Ну, აბსოლუტურად ყველაფერს, სანამ ამ ფორმულაში რამეს შეიტანდით, ჩემს შემთხვევაში მთელი ფორმულა წაშალა, იმიტომ რომ დადასტურებული არ მქონდა დავალება. აი, რას გულისხმობდი. მე ჯერ Enter-ზე რომ დამეჭირო და მე შევსრულიყავი რაღაცეები მეცვალა, ხო? სანამ Enter-ზე დააჭერთ, ისევ Escape-ს რომ დააჭიროთ, ამ ცვლილებებს არ შეინახავს Excel-ი და დაბრუნდება საწყის მდგომარეობაზე, სანამ შეხვიდოდით ამ ფორმულაში. კაი, ამაზე რა ვიბოგსავთ? ამ ცხრილებსაც იგივე ფორმით ამ ცხრილებსაც შეგიძლიათ იმავე ფორმით მოეპყროთ, რომ ამ მართკუთხედის მნიშვნელობა ამოიტანოთ. მონიშნეთ და კლავიატურაზე F9. აი ასეთი რაღაცა დავინახეთ. აი ეს 41, 15, 17, 82, აი ასე გამოიყურება Excel-ისთვის, თვითონ როგორც მონაცემი. აი ამას ქვია array. ანუ ეს არის array, ესაა ჩამონათვალი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც სიმრავლე, თუ უფრო მარტივი იქნება საქმეად, მაგრამ თლად სიმრავლე არა, ეს არის ცხრილი. ამ სიმრავლის, ამ ასეთი ცხრილების დამახასიათებელი თვისება არის ასეთი ფიგურული ფრჩხილები მარცხნივ და მარჯვნივ, აი ეს ორი ფიგურული ფრჩხილი და ჩამონათვალში გამოყენებული წერტილმძიმეები ან მძიმეები. ცარიელი ჩამონათვალი მე მაგალითად, ну, უბრალოდ რომ წავშალო Enter-ს დავაჭირო, არაფერი არ იქნება, რამე უნდა მისცეთ, მაგალითად 12. ამ ფიგურულ ფრჩხილში 1-12 თუ წერია, მარტო ერთ უჯრაში დაწერთ 12, იმიტომ რომ ერთი პასუხია. მე თუ მინდა ამ ცხრილმა ქვემოთ ჩამოწეროს კიდევ, ვთქვათ 20, წერტილმძიმით მე გადმოვალ ახალ აბზაცს, ახალ სტრიქონზე. და 12 და 20 ერთმანეთის ქვეშ დაიწერება. მე თუ მინდა კიდევ წერტილმძიმე 24 დავუშვათ, რა ვიცი. ეს ჩამოდის. წერტილმძიმე გადმოდის ახალ სტრიქონზე. ხოლო მძიმე გადადის ახალ სვეტზე. წერტილმძიმე და მძიმე. მე ახლა ეს 12, 20 და 24 ვერტიკალურად კი არა, ჰორიზონტალურად რომ მიდოდეს ჩამოვწერო, მე აქ თავს ვალ მძიმეებს. და ეს მძიმეები რაც შევს, რომ
ჯერ 12, მერე გადადი ახალ სვეტში 20 დაწერე, მერე გადადი ახალ სვეტში 24 დაწერე თქო. ეს გადის ჰორიზონტალურად. და მართკუთხედებიც იკვრება, ანუ შეგიძლიათ ესეთი მართკუთხედი ფორმის ცხრილიც გააკეთოთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ ესეთი რამე. წერის ამ დავალების ამ წერის თანმიმდევრობა ზუსტად ერთი და იგივეა, წერის ფორმატი ზუსტად იგივე არის წიგნის კითხვის ფორმატი. წიგნს რო ვკითხულობ, მივდივარ მარცხნიდან მარჯვნივ, მივალ სტრიქონის ბოლომდე, ჩამოვალ ახალ სტრიქონზე. მარცხნიდან მარჯვნივ, ახალ სტრიქონზე. თქვენ თუ გინდათ მაგალითად მე თუ მინდა ესეთი რაღაცა გავაკეთო. 1 2 3 და 4. აი ასეთი მართკუთხედი თუ მინდა შევკრა. ჯერ პირველ სტრიქონს აღწერ, ანუ 1 მძიმე და 2 და ახალ სვეტზე, ახალ სტრიქონზე რო გადმოვდივარ, ხსნი წერტილ მძიმეს. და მერე 3 მძიმე და 4. Enter. თქვენ შეგიძლიათ მაგალითად სადოთ, რომ თავიდან მაგალითად 2 სვეტი გააკეთოთ და მერე მეორე სტრიქონში მხოლოდ ერთი მნიშვნელობა დაუწეროთ. მაგრამ Excel-ი ამაზე გეჩხუბებათ. რომ იცი რა, არასწორი ფორმატი მომეციო. ქვემოთ რაღაცა მაინც უნდა გამიგეთო. არაფერსაც არ იზავს, ამიტომ, მაგალითად უბრალოდ Z-ზე 2 ბრჭყალი დაწერეთ, რომ თუ მაინც აი ასეთი რამის გაკეთება გინდათ, ამ უჯაში რამე მაინც უნდა წავიდეს. და Z-ზე 2 ბრჭყალი საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა მაგისთვის. Z-ზე 2 ბრჭყალი ტექსტური ფუნქცია, ტექსტური დავალება, უბრალოდ ნიშნავს ცარიელ ტექსტს. და ეს რაც გაკეთება შეგიძლიათ. ამ რეჟიმის გამოყენების მაგალითი რო ვნახოთ, თარიღის ფუნქციები ჩვენ გავლილი არა გვაქვს მაინც და მაინც, მაგრამ ერთ-ერთი ფუნქცია არის Excel-ში, ქვია date. უცებ ამას გეტყვით და რომ date-ში შეგიძლიათ მაგალითად ცალკე რიცხობრივად ჩავწეროთ წელი, მერე თვე, მერე დღე და ის ერთ თარიღს შეკრავს, რომ მაგალითად 2026 წლის რა თარიღია დღეს? 3 აპრილი. ოკეი. თვეებში დავწერ 4-იანს, ანუ აპრილია და დღეებში დავწერ 3-იანს, იმიტომ რომ 3 აპრილია. და date ამას მიიღებს და გადაკეთდება თარიღად. ხო? თქვენ აი აქაც შეგიძლიათ მაგალითად ჩატაროთ დიდი ცხრილები. მაგალითად, დავუშვათ. მე შემილია ზემოთ ჩამოვწერო 2024, 2025, 2026 წელი. ზემოდან ქვემოთ შემიძლია ჩამოვწერო, მოდი, ესე გავაკეთოთ. მოდი 3 აპრილი. 12 ივლისი. 28 აგვისტო და მოდი 31 დეკემბერი, ხო? date ფუნქცია ამ ცხრილებსაც მიიღებს. ეს წლები ჩამიწერე ასე. თვეები აიღე აქედან და რიცხვები აიღე თქო აქედან. და ესეთი დინამიური ცხრილები შექმნის ესეთ სიას. პატარა სპოილერი თარიღებთან მიმართებაში ესა თარიღის ასე თქვა ტიტველი სახე, ხო? თარიღი სიამდვილეში რიცხვია. მაგრამ არ შეგეშინდეთ, აი ფორმატში ვეტყვი რომ თარიღად გადამიკეთეთ თქო. და აქ იქნება 24 წლის, 25 წლის, 26 წლის ჩამოწერილი 3 აპრილი, 12 ივლისი, 28 აგვისტო და 31 დეკემბერი. და რა თქმა უნდა თქვენ არ გინდათ რომ აი ეს ჩამონათვალე ეს უჯრები მაინც აქ დაკავებული იყოს, ხო? ამიტომ შეგიძლიათ ერთხელ ეს ააწყოთ რომ ფორმულა გამოვიდეს და მე უბრალოდ მოდიხართ აქ და მონიშნავთ მართკუთხედს დააჭერთ F9-ს. მონიშნავთ F9. მონიშნეთ F9. და ახლა ის ცხრილები გადმოტანილი არის უჯრაში. ამ უჯრიდან გადმოიღრება ეს მონაცემები და ახლა ეს უჯრები
ჩანწერები აღარ მჭირდება, შემიძლია წავშალო. ეს მნიშვნელობები ჩაიწერა აქ. ცოტა რო გითხრათ, ლამაზი ჩაწერის ფორმა არ არის ეს, მაგრამ თავის ეს ვირტუალურ დავალებას ასრულებს. და ბოლოსკენ ამ სპილთან დაკავშირებული გვაქვს ერთი ერორი. ერორი არის ასეთი. შეცდომა ძალიან საკმაოდ ხშირი შეცდომა არის ასეთი. ეს ცხრილი ხო შეიძლება მაგალითად თქვა ფორმულაში რაღაცა შევცვალე და გადაკეთდა, რაღაცა სხვა ჩაეწერა, რომ დაუშვათ აქ დავამატე. წერტილმძიმე. მაგალითად ნოემბერი დავამატე და აქეთ ქვემოთ იყოს 20 ნოემბერი, ხო? ქვემოთ რომ დაემატოს 20 ნოემბერი. საქმე რაშია? ეს ცხრილები რადგან სულ ცოცხალია, შეიძლება ამა თუ იმ მიზეზის გამო გადაეფაროს რომელიმე უჯრას. რომ დავუშვათ აი აქ რაღაცა ეწერა, რომ მაგალითად რამე. ხო? აი ეს უჯრა დაკავებული იყო. და თქვენ ცადეთ ამ დინამიურ ცხელში ჩაამატოთ ეს ახალი მნიშვნელობა, ისე რომ კიდე ერთი სტრიქონი დაემატოს. აი ეს მოხდება. spill, ხო? #spill. აი ეს ერორი და ამ ოჯაზე რო დადგებით ნახეთ, აი წყვეტილი ხაზებით იქნება ეს მართკუთხედი გაკეთებული, ხო, ეს ტიკანტი. ეს ერორი ნიშნავს რას? ჩემ უჯრაში წერია დინამიური ცხრილი, დინამიური ფორმულა წერია, ხო? ანუ ცხრილური ფორმულა წერია. მაგრამ ვერ ვიღურები, იმიტომ რომ გზაში რაღაცა არის. Excel-ი თქვენ მიერ ჩაწეროს არაფერს არ წაშლის, ხო? და იმის გამო რომ ვერაფერს ვერ შლის თქვენსას, ამ დავალებას ვერ ასრულებს. ამისთვის რა უნდა გააკეთოთ, ხო? ანუ დადეკით ამ უჯრაზე, რომ დაინახოთ კონკრეტულად რა მართკუთხედზე ცდილობდა გადმოღრას და დარწმუნდით, რომ ამ მართკუთხედში არაფერი არ წერია. ეს შეიძლება იყოს სიტყვა რამე, ხო? ეს შეიძლება უჯრაში იყოს წერტილი დასმული. შეიძლება წერტილიც არა, space-ი. აი ნახეთ? აი ამ უჯრაში უბრალოდ space ავკრებ. всё. space-ი ავკრიფე, უჯრაში რაღაცა წერია, უჯრა დაკავებულია და სამწუხაროდ საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავთ აქ. სად არის space-ი, როგორაა space-ი. ერთ-ერთ შეგიძლიათ გააკეთოთ, ნახოთ ეს მართკუთხედი სად მიდის და მონიშნოთ ის მართკუთხედი, ომთლიანად არა, ფორმულა არ წაშალოთ და delete-ით ცადოთ, რომ იმ ტერიტორიაზე ყველაფერი გააუქმოთ, ყველაფერი წაშალოთ. და ისევ გადმოიღრება ეს ჩვენი სპილი. Вот. ეს სპილები მუშაობს ტიპიურად იმ ფორმულებთან, ან ზოგი ფორმულა არის განკუთვნილი ამ რეჟიმისთვის. ან ზოგი ფორმულა არის, რომ ანუ არ არის აწყობილი ამ სპილის დაშვებით, მაგალითად date ფუნქცია არ იყო გადმოღრის რეჟიმით ისა შექმნილი თავის დროზე. მაგრამ ის ელოდება ერთ მნიშვნელობას, make-10 ბევრს და Excel-ი იმ მიმართულებით გადმოღრის და პასუხს გამცემს. ამიტომ Excel-ში ექსპერიმენტირეთ, არ მოგერიდოთ. არაფერს არ გააფუჭებთ, ანუ რომელიმე ცალკე გვერდზე რაღაცეები იმაიმუნეთ, რამე გააფუჭეთ, რამე უცნაური ფორმულები დაწერთ და მასე ივარჯიშეთ. ძალიან კარგი რეჟიმი არის ეს და ძალიან ბევრ აი ერთი შეხედვით ჯადოსნურ ცხრილებს გაწყობინებთ ხოლმე. მე იმედი მაქვს, რომ კონკრეტულად ამ რეჟიმთან და ამ რეჟიმის ფორმულებთან დაკავშირებით რამე საინტერესო ტრენინგს ავაწყობ, ოღონდ ჯერ არ ვიცი როგორ გავაკეთებ მაგას, ცოტა ექსპერიმენტალური იქნება. თქვენ ახლა ეს არ გიხებათ. ეს ივარჯიშეთ, ეს ცხრილებთან ივარჯიშეთ და უკეთესად დაეუფლეთ Excel-ს. გისურვებთ წარმატებებს და გნახავთ მომავალში.